აბლაბუდა ყველაზე მასშტაბური შეტევა რუსეთზე. 1 ივნისს უკრაინელებმა დრონებით 4 აეროდრომს დაარტყეს. დაიბომბა მურმანსკის, ირკუტსკის, ივანოვოს და რიაზანის აეროდრომები. 4-ვეს უკრაინიდან 1000-ობით კილომეტრი აშორებდა რუსეთის სიღრმეშია. ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინელები ყველაზე მასშტაბური ოპერაციისთვის 1 წელი, 6 თვე და 9 დღე ემზადებოდნენ. ოფისი, სადაც ოპერაცია იგეგმებოდა, რუსეთის FSB-ს ხელმძღვანელობის მეზობლად იყო განთავსებული. ოპერაციას პირადად აკონტროლებდა უკრაინის პრეზიდენტი, ხოლო ჩანაფიქრის აღსრულებას ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის მეთაური ვასილ მალიუკი ხელმძღვანელობდა. როგორ დაიგეგმა ოპერაცია აბლაბუდა? რუსულ აეროდრომებს თავს დაესხნენ დრონებით. როგორ აღმოჩნდა უპილოტო საფრენი აპარატები ერთი შეხედვით სრულიად დაცულ ტერიტორიაზე. დრონები აეროპორტამდე ტრაილერებით მიიტანეს. როგორც ცნობილია, სატვირთოები აეროდრომების მიმდებარედ რამდენიმე კვირის განმავლობაში იდგნენ. წინასწარ განსაზღვრულ დროს კი ყველა ტრაილერის სახურავი ერთდროულად გაიხსნა და დისტანციურად მართული ოპერაცია დაიწყო. თავდასხმაში 117 დრონი მონაწილეობდა. მათი საერთო ღირებულება რამდენიმე ასეული დოლარია. რუსეთისთვის მიყენებული ზარალი კი $7 მილიარდ შეადგენს. უკრაინული მხარის მტკიცებით დრონებმა გაანადგურეს 40-ზე მეტი სამხედრო თვითმფრინავი, რაც ოკუპანტი ქვეყნის სტრატეგიული ავიაციის დაახლოებით მესამედია. დანაკარგებს შორისაა 6 Tu-95 და 4 Tu-22 M3 ტიპის შორმანძილზე მოქმედი სტრატეგიული ბომბდამშენი. ასევე A-50 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები, რომლებიც საჰაერო თავდაცვისა და მართვადი რაკეტების აღმოსაჩენად გამოიყენება. სრულად განადგურებული ან დაზიანებულია სტრატეგიული ავიაციის დიდი ნაწილი, რომელსაც ბირთვული იარაღის გადატანა შეუძლია. რუსულ აეროდრომებზე შეტევის პარალელურად უკრაინელებმა ანექსირებული ყირიმის ხიდის ბურჯებიც დააზიანეს. ქერჩის ხიდი, რომელიც ოკუპირებულ ყირიმს რუსეთთან აკავშირებს, დაზიანდა და რამდენიმე საათით დაიკეტა კიდეც. ამავე დღეს ააფეთქეს ვორონეჟის და ბრიანსკის ოლქებში სარკინიგზო მაგისტრალებიც. რუსული აგრესიის 1200-ე დღე უკრაინაში კვლავ ბალისტიკური რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების აფეთქების ფონზე გათენდა. ოპერაცია ობობის ქსელის წარმატებით ჩატარებიდან 1 კვირის შემდეგ ომში მყოფი ქვეყანა საპასუხო ავიაიერიშების მოგერიებას ყოველდღიურად ცდილობს. კიევი, ხარკოვი, სუმი ეს ის ქალაქებია, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა რუსული თავდასხმის სამიზნე ყველაზე ხშირად ხდება. საჰაერო შეტევების მიუხედავად, უკრაინული სპეცსამსახურები რუსეთის ტერიტორიაზე უქმად არც ობობის ქსელის შემდეგ ყოფილან. ბრიანსკის ოლქის გარდა, ერთმანეთის მიყოლებით აფეთქდა რამდენიმე ხიდი, ლიანდაგებიდან გადაცვლიდა მატარებლები კურსკისა და ვორონეჟის ოლქებში. ასევე ბელგოროდშიც. მომხდარს 1000-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აფეთქება მოხდა კიდევ ერთ ხიდზე, ამჯერად წყალქვეშ. ყირიმის ხიდი, რომელიც რუსეთს ოკუპირებულ ნახევარკუნძულთან აკავშირებს, რამდენიმე საათით გადაიკეტა. ეს ყველაფერი მას შემდეგ ხდება, რაც რუსულ-უკრაინული დელეგაციები კვირის დასაწყისში სტამბოლში კვლავ შეიკრიბნენ. პირველი რაუნდისგან განსხვავებით, დოლმაბაჰჩეს შემდეგ თურქეთმა მხარეებს ჩირაგანის სასახლეში უმასპინძლა. ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს დარბაზში დელეგაციებმა მედინსკისა და უმეროვის ხელმძღვანელობით მაგიდის ირგვლივ ადგილების გარდა ცეცხლის შეწყვეტის წერილობითი გეგმებიც გაცვალეს. თუმცა ამჯერად ვერ გაცვალეს ტყვეები, მძიმედ დაჭრილი სამხედროები და 6000-მდე დაღუპული ჯარისკაცის ნეშტი. ვერბალური შეთანხმების მიუხედავად, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, როგორც ჩანს, გეგმები შეიცვალა. რუსული მხარე ირწმუნება, რომ გუშინდელის მსგავსად ისინი დანიშნულების ადგილას და პირობის შესასრულებლად 1000-ზე მეტი დაღუპული უკრაინელის ცხედრის გადასაცემად დღესაც გამოცხადდნენ. სტამბოლში მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ჩვენ მოვამზადეთ 6000-ზე მეტი დაღუპული უკრაინელის სამხედროს გვამი, მოვათებსეთ ისინი სპეციალურ მაცევრებში. ფორმებითა და დოკუმენტებითაც აღვჭურვეთ, მოვამზადეთ უკრაინული მხარისთვის გადასაცემად. ჩვენი წარმომადგენლები მოვიდნენ დანიშნულების ადგილას, თუმცა ამ დრომდე ჩვენთვის გაუგებარი მიზეზების გამო უკრაინის წარმომადგენლები იქ არ გამოცხადებულან. ჩვენ მოუწოდებთ მათ, იყვნენ თავიანთი სიტყვის ერთგულები, მათ აქვს შესაძლებლობა თავიანთი დაღუპულები დამარხონ. ომში მყოფი ქვეყნების ლიდერების შეხვედრის კონტურები რომ ჯერ არ გამოკვეთილა, ამაზე ღიად საუბრობს ვლადიმერ პუტინი.
კრემლის ლიდერი ფიქრობს, რომ რუსეთის სხვადასხვა ოლქში ხიდებისა და ლიანდაგების აფეთქების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრა ამ ეტაპზე გამორიცხულია. მეტიც, რუსეთის პრეზიდენტი უკრაინულ მხარეს ტერორისტებს უწოდებს. ოფიციალური მოსკოვის გეგმებში არც ცეცხლის შეწყვეტა შედის. Но то, что было в Брянске, ბრიანსკსა და კურსკში მომხდარი აფეთქებები ერთმნიშვნელოვნად ტერორისტული აქტია. ეს საკითხი უკრაინაში პოლიტიკურ დონეზე გადაწყდა. ამის პარალელურად ისინი ითხოვენ ცეცხლის შეწყვეტას, ითხოვენ ლიდერების შეხვედრასაც. გეკითხებით, ასეთ პირობებში როგორ ჩავატაროთ მსგავსი შეხვედრა? რაზე ვისაუბროთ? როგორ ვაწარმოოთ დიალოგი იმასთან, ვინც ფსონს ტერორიზმზე აკეთებს? გასული დღეების განმავლობაში რუსულ ავიაიერიშებს გამოეხმაურა ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი. ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსული სარაკეტო შეტევები არა ობობის ქსელის საპასუხო დარტყმებია, არამედ ეს არის სიცოცხლის განადგურებისკენ მიზანმიმართული შეტევა. Российскими бомбами. სიცოცხლის სრული განადგურება ესაა მათი მიზანი. ყველა ქალაქსა თუ სოფელში, ყველა ოკუპირებულ ტერიტორიაზე იციან, რაც ნიშნავს რუსეთის ექსპანსია სინამდვილეში. ოკუპანტებს მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურა და უკრაინიდან ყველა რეალური ფასეულობის წაღება სურთ. ჩვენ არ უნდა დაუშვათ რუსეთზე ზეწოლის შესუსტება. რუსები ემზადებიან ომის გასაგრძელებლად და უგულებელყოფენ ყველა სამშვიდობო წინადადებას. ამის გამო მათ პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ. რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მთავარი მედიატორის მოთმინება კი იწურება. დონალდ ტრამპი მკაცრ მიდგომებს რუსეთთან ერთად არც უკრაინის მიმართ გამორიცხავს. იმ შემთხვევაში, თუ ომის შეწყვეტისგან გადადგმულ ქმედით ნაბიჯებს ვერ დაინახავს. საკუთარი პოზიცია მან რუს კოლეგას უკვე გააცნო. ერთი თვის განმავლობაში ორი ქვეყნის პრეზიდენტს შორის რიგით მეორე სატელეფონო საუბრის დროს დონალდ ტრამპმა შედარებები და ალეგორიებიც მოიშველია. თეთრი სახლის ლიდერმა დეტალები მედიასთანაც გაამხილა. გამოთქვა ვარაუდიც, რომ ომი ჯერ ვერ დასრულდება. მე პუტინს ვუთხარი, ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ალბათ მოგიწევთ ერთმანეთში ომის გაგრძელება. მე მას ვუთხარი, რომ ორივე მხარისთვის ეს მძიმეა, მაგრამ როგორც პატარა ბავშვებს ქვიშაში, ისე თქვენც უმჯობესია გაცადოთ ჩხუბი და შემდეგ გაგაშველოთ. მე ვხედავ, რომ პუტინსა და ზელენსკის შორის დიდი სიძულვილი არსებობს. სიამოვნებით ვისურვებდი ომის ახლავე დამთავრებას, მაგრამ ჯერ ეს არ შეგვიძლია. პუტინმა ისიც გამანდო, რომ საპასუხო იერიშს აპირებდნენ. სანამ რუსული მხარე საპასუხო იერიშზე საუბრობს, მანამდე საერთაშორისო მედია ისევ აქტიურად წერს უკრაინული მხარის მიერ განხორციელებული მასშტაბური სპეცოპერაციის შესახებ. მათ შორის ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია, რომ ობობის ქსელის ფარგლებში უკრაინულმა დრონებმა სულ 20 რუსულ საბრძოლო თვითმფრინავს დაარტყეს და მათგან 10 გაანადგურეს. შედგება თუ არა მოლაპარაკების მესამე რაუნდი. კიევში ფიქრობენ, რომ რუსულ დელეგაციასთან პირისპირ ივნისის ბოლოსაც შესაძლოა დასხდნენ. თუმცა ვიდრე დიპლომატიური ფრონტის მორიგ რაუნდს ნახავს მსოფლიო, მანამდე სამხედრო დაპირისპირება კვლავ აქტიურ ფაზას ინარჩუნებს.